სოციალური ქსელით რამდენად დიდ გავლენას ახდენს ის საზოგადოებაზე, ჩვენს შვილებზე, თითოეულ ჩვენთაგანზე ამ თემაზე უფრო ვრცლად ვისაუბრებთ ორგანიზაციული განვითარების ტრენერთან, ფსიქოკონსულტანტთან, ხალბატონ ხათუნა მდინარაძესთან. მოგესალმებით ხალბატონო ხათუნა. მოგესალმებით. ინტერნეტი, ხელოვნური ინტელექტი ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ დღეს ჩვენს გადაცემაში და საინტერესოა თქვენი მოსაზრება როგორია? რა დროს უნდა ვატარებდეთ სოციალურ ქსელში? თუნდაც იმისთვის, რომ მივიღოთ ინფორმაცია, გავაკეთოთ ჩვენი საქმე დღის განმავლობაში და საერთო ჯამში აი ის ფუჭად გატარებული დრო რა ზიანს გვაყენებს ხოლმე? საინტერესო, როდესაც ჩვენ ხშირად ვსკროლავთ, ვართ ესე უმიზეზოთ ინტერნეტში, თუნდაც ფილმებს არ უყურებთ, ან სხვადასხვა კონტენტს ვეცნობით. ეს საერთო ჯამში ჩვენს გონებაში ინფორმაციულად ილექება თუ მაინც გარკვეულ ზიანს გვაყენებს ხოლმე? საინტერესოა თქვენი მოსაზრება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მივესალმებით ჩვენს მსმენელებს. მადლობა საინტერესო თემისთვის. მოდი პირველ რიგში ვიტყვი იმას, რისთვის გვჭირდება ჩვენ სოციალურ ქსელში ყოფნა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს პირდაპირ გაგებით არის სამსახური და მუშაობს. მას სჭირდება რისერჩი, სჭირდება ინფორმაციის სწორად მოძიება და ასე შემდეგ. ამიტომ გააჩნია სფეროს. არსებობს სფეროები, სადაც შეიძლება საერთოდ არ გვჭირდებოდეს, ან მოდი ასე ვიტყვი, ნაკლებად გვჭირდებოდეს. ვის როგორ? რაც შეეხება იმას, რამდენად შეიძლება ფუძ დროს ვატარებდეთ თუ არ ვატარებდეთ, ეს მაინც გონია, რომ უფრო გამოყენებაზე არის დამოკიდებული. ნებისმიერი რაღაც ცალსახად არც კარგია და არც ცუდი. აი საჭმელიც რომ ავიღოთ რაღაც შეიძლება რაღაცისთვის შეიძლება იყოს დადებითი და მისი ზედმეტი მოხმარება შეიძლება იყოს უარყოფითი. გონია რომ ინტერნეტიც ხო ასე არის და სოციალური ქსელები თუ კი ერთი არა რამდენხანს ვიყენებ და მეორე არის რამდენად ეფექტურად ვიყენებ. ამიტომ მედია წიგნიერებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა, ანუ როგორ გამოვიყენოთ ჩვენ სოციალური ქსელები და ინტერნეტი იმისთვის რომ ვიყოთ პროდუქტიული. ხოჭოს ევროპის ქვეყნებში მედია წიგნიერება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა განათლების სისტემაში. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, თორემ ესე ცალსახად დღეს ვიცი ჩვენ რომ ინტერნეტის და სოციალური ქსელების გარეშე ვერ ვიარსებებთ, არა მხოლოდ ჩვენ ბიზნესებიც ვერ იარსებებს, საერთოდ ცალკე სამყარო არის ონლაინ შექმნილი და შეგვიძლია იქ ვიშოპინგოთ, გავცვალოთ ინფორმაცია, ვყავდეს ვირტუალური მეგობრები და ასე შემდეგ. ამიტომ აი ზუმიერ გამოყენებამდე მივდივართ. ხათუნა, მეტად ვისაუბროთ ჩვენს პირად გვერდებზე, ხომ, რომელიც გვაქვს სოციალურ ქსელებში. ხშირ შემთხვევაში ვცდილობთ რომ მაქსიმალურად რაღაცა იდეალურ ფერებში წარმოვაჩინოთ ჩვენი ცხოვრება, ხომ? ეს იქნება პირადი ცხოვრება თუ კარიერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გარკვეული დაძაბულობა გვაქვს და კრიზისები, მაშინ კიდევ უფრო მეტად შეიძლება გვინდოდეს, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად ყალბ ჩარჩოებში წარმოვაჩინოთ და ასე წარმოვდგინოთ საზოგადოებას. რატომ გვიჩნდება ამის სურვილი და რა ზიანს გვაყენებს ის ჩვენ? ყველაზე მეტად ალბათ ზიანის მომხდენი მაინც არის შეჯიბრითობა. და ეს შეჯიბრითობა არ არის გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენ მაგალითად განვითარდეთ და კონკურენციაში ვიყოთ. ორი მხარე აქვს ამას. ის რომ ვთანხმდებით იმაზე, რომ სოციალური ქსელები აუცილებელია, ახლა სოციალურ ქსელებში ჩვენ როგორ პოზიციონირებთ. საერთოდ მიდრეკილი ადამიანი იქეთ, რომ მისი დადებითი მხარე წინა მხარეს გადმოწიოს და ამით ჩვენ პოზიციონირებდეთ. ამას ქვია პოზიციონირება. ეხლა ამა ჩვენ რამდენად ყალბად ვაკეთებთ თუ არა ყალბად, ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ეს ერთი ჩვენს ღირებულებათა სისტემაზე და მეორე მე რამდენად ვაქცევ ყურადღებას სხვის პოზიციონირებას. აი სტრესული და თვითშეფასებაზე მოქმედი არის მაშინ, როცა შენ ეჯიბრები სხვას. თუ კი ეს არის სივრცე, რომლითაც შენ ეკონტაქტები ადამიანებს, შენს არ ვიცი დადებით მომენტებს აზიარებ, შენს წარმატებას აზიარებ და პოზიციონირებ კარიერულადაც და პიროვნული კუთხითაც პირადი ცხოვრებით. მაშინ რატომაც არა ძალიან კარგია. თუმცა უკვე თუ გადავდივართ ჩვენ ავიღოთ ბედნიერების ან წარმატების საზომად სხვისი კრიტერიუმი, სხვისი ბედნიერება, სხვისი წარმატება, სხვისი შაბლონი, მაშინ ვეჯახებით სტრესებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ შეიძლება ძალიან ჩვეულებრივად გამოვიყენოთ სოციალური ქსელები, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, თვითშეფასებას ვურტყავს პირდაპირ, მაშინ როცა ვაკეთებ შეჯიბრითობას. და ამაში გასაგებია. ხალბატონო ხათუნა, სტივ ჯობს ეკუთვნის ესეთი სიტყვები, არ ახარ ინტერნეტში, არ ახარ ბიზნესში. ეს რო აი
პიროვნებებზე გადმოვიტანოთ ჩვენი პირადი გვერდები რო ჩავღუროთ. ანუ ადამიანს რომელსაც Instagram-ი ახარ პიროვნება, არა მგონია. ხო, ანუ თუ არა მაქვს მაგალითად სოციალური ქსელი, შეიძლება მე ჩავითვალო გარკვეულწილად, გარიყულად არასოციალურ პიროვნებად. ხო, რაღაც სტანდარტებს აყალიბებს ცალსახად. სოციალურ მედიაზე. თავისთავად, ყველა დრო და ყველა გარემო რაღაც სტანდარტს აყალიბებს. მგონი დღეს უკვე ყველანი ვართ სოციალურ ქსელებში, ვიღაცა უფრო აქტიურად, ვიღაცა უფრო ნაკლებად აქტიურად. ეხლა ეს გამოთქმა რაზე არის, მაგალითად დასაქმების ბაზარზე. დასაქმების ბაზარზე თვითპოზიციონირებისთვის ძალიან კარგია. ეს არის პლატფორმა გამოავლინო შენი ნიჭი და უნარები. ან რაღაც რაც შენი ძლიერი მხარეა. მაგალითად დასაქმების ბაზარი, ამიტომ ვახსენე და ამიტომ თქვა სტივ ჯობსმაც ეს თავის დროზე, რომ შენ შეგიძლია აქ მარტივად გიპოვოს დამსაქმებელმა და შენი უნარები კარგად მოარგოს თავის სპეციფიკას. შენ შეგიძლია თუ კი მაგალითად მწერალი ხარ, სანამ წიგნს დაწერს სოციალურ ქსელში დაწერო. თუ მხატვარი ხარ, გააზიარო. ამისთვის რა თქმა უნდა ძალიან კარგი საშუალება არის და გონია რომ ხო ამაში დევს თავისი სიმართლის მარცვალი. მარტივად მოსაძებნი პლატფორმა ხარ იმისთვის რომ შენი ნიჭი და უნარები გამოჩნდეს და რატომაც არა თუ კი ასე არის. თუმცა ვიმეორებ თუ კი ეს უკვე გადახრა და ჩვენ გადაგვივიდა გარკვეულ სახის ფოტოებში, შიშებში და თავის შედარებებში, მაშინ რა თქმა უნდა აი ზუსტად ეს არის კიდეც კი განსაკუთრებულად ყურადსახები და ლაიტმოტივი ჩვენი საუბრის, როცა ჩვენს თვით შეფასებაზე ახდენს გავლენას. ჩვენ ვთქვით ის, რომ როცა ვეჯიბრებით სხვას, ეს დესტრუქციულია, როცა ყალბ რეალობას წარმოვადგენთ, ამით თავს ვიტყუებთ და ბუნებრივია ესეც ზიანის მომტანია. აი როგორ დავიცვათ ეს ზღვარი, როგორ გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს სოციმედიაში, ანუ ფაქტობრივად ჩვენ ახლა კიბერჰიგიენაზე ვსაუბრობთ, ხომ? აი კიბერჰიგიენა როგორ დავიცვათ იმისთვის, რომ კონსტრუქციულად გამოვიყენოთ ჩვენ მისი შესაძლებლობები და არა დესტრუქციულად. თქვენ მართალი ბრძალეთ, რაღაც ეკოლოგიური ჩარჩო არსებობს აქ. აი მაგალითად ვიღაცამ შეიძლება რეკლამა გაუშვას. ეხლა საიდან მოდის, მოდი დავიწყოთ ეს. ვიღაცამ შეიძლება ძალიან ისე არაეკოლოგიურად დაიწყოს ასეთი რეკლამა. თუ შენ გინდა რომ იყო წარმატებული, თუ შენც, ნახეთ სიტყვებს გააჩნია, ახაც ყურადღება უნდა, თუ შენც გინდა რომ იყო ისეთივე წარმატებული, მაგალითად როგორიც ან მე, ან რაღაც არ ვიცი, გარემო ან ნებისმიერი სერვისი, რასაც გთავაზობს და გქონდეს თვეში 5+ შემოსავალი, ან 10+ შემოსავალი. ამისთვის აქ და აქ უნდა დარეგისტრირდე და ჩვენი სერვისი უნდა გამოიყენო ან მომსახურებო. ეს უკვე ნახეთ თავის თავში, მე რომ აქეთ მეორე მხარე ვარ, მიჩენს განცდას, რომ მე თუ არ მაქვს ან 10.000 ან 5.000 ან ამ ჩარჩოში არ ვზივარ, შეიძლება აქამდე არც მინდოდა, მაგრამ უკვე ნახე შენ მე აპრიორი გამიჩინე ირიბად იმის მოთხოვნილება, რომ ესე იგი კითხვითი ნიშანი, რომ ვარ თუ არა საერთოდ წარმატებული, იმიტომ რომ არ მაქვს 10+ შემოსავალი, იმიტომ რომ რაღაცა რომელიღაცა არ ვიცი, ბაბლის წევრი არ ვარ და ასე შემდეგ. თავისი სტანდარტი უკვე ირიბად მომეხვია თავს ჩემ დაუნებურად. თუ კი ძლიერი აქვს ადამიანს ფსიქიკა, რა თქმა უნდა, თავის ღირებულებებზე, საკუთარი თავის წარსულზე შედარებაზე არის ორიენტირებული, რომ მე გუშინ როგორი ვიყავი და დღეს როგორი ვარ და ხვალ როგორი შეიძლება ვიყო. თუ კი აქვს ღირებულებათა სისტემა, რომ მისთვის მთავარია მე კონცეფცია, რა თქმა უნდა, სოციუმს თავისი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩემთვის ამოსავალი წერტილი არის მე რა მინდა და მე რა შემიძლია შევთავაზო ბაზარს, მაშინ ამას ნაკლებად ზეგავლენის ქვეშ ხარ, ასე ვთქვათ. მაგრამ თუ კი არის მოწყვლადი ასაკია, შეიძლება ან შეიძლება არ ვარ თვად ისეთი თავდაჯერებული, როგორიც სხვა დანარჩენი ან არ არის ხო თავდაჯერებულობა ასე მარტივი რაღაც. მაშინ რა თქმა უნდა მოქმედებს და უკვე მე ფრუსტრაციაში ვარდები და ვფიქრობ, რომ აი ნახე ყველა ვინც აი ამ სეგმენტში არის ან ამ რაღაც ამ დაწესებულებაში არის, ან ამ ბაბლში არის, ყველა წარმატებულია და მე არ ვარ წარმატებული და შეიძლება აქ წამოვიდეს რა თქმა უნდა შიშები, შფოთვები, დეპრესიული ფონი გამიჩინოს და შეიძლება ჩემს ცხოვრებაზე რა თქმა უნდა არაჯანსაღად იმოქმედოს. ეს რა თქმა უნდა იმაზე არის დამოკიდებული, ვინც მსგავსი სახის კომუნიკაციას აწარმოებს სოციალურ ქსელებში და მეორე მხარე ვართ მეორე მხარე ვინც ჩვენ მაგალითად აიახლა, ვინც ამას უყურებს, აზროვნებს და შეუძლია გამოიტანოს ანალიზი და განასხვავოს შენი სურვილები და სხვისი მოხვეული აზრები, როგორ შეიძლება ამისი მოკლედ გამიჩნდეს. კი, ალბათ, როდესაც უარყოფით და ნეგატიურ ნაწილზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მახსენდება, ეს არის ინფორმაციის ცხრილი გაფილტრა, ესე იგი, ჭეშმარიტის და არა ჭეშმარიტი ინფორმაციის გაცხრა. ამისთვის რა მექანიზმებს იყენებთ თქვენ და ზოგადად
სოციალური ქსელი რა ფილტრს გაძლევთ ზოგადად ურთიერთობაში, საქმიანობაში, არის ეს გადამწყვეტი თქვენთვის, როგორ გამოიყურება მაგალითისთვის კონკრეტული ბიზნეს გვერდის აკაუნტი, ისევე როგორც შეიძლება კონკრეტული პერსონის აკაუნტი. კი ბატონო, არის ეს ჩვენთვის ერთგვარი ინფორმაცია, თუმცა ეს არის როგორც დამხმარე საშუალება. და არა ამაზე არ ვართ დამოკიდებულები. ერთ-ერთი არხია, ასე ვთქვათ, რასაც შეიძლება ვენდოთ იმ კონკრეტულ სიტუაციაში, თუმცა ეს არ არის არხი, რაზეც ბოლომდე დავაყრდნობი და მხოლოდ ამით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ვიმეორებ, ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, სადაც ჩვენ შეგვიძლია რაღაც ანალიზისთვის დავიმატოთ, ვინც ამ სფეროში მუშაობთ. თუმცა ასევე გასათვალისწინებელი არის ის, რომ მე შეიძლება ამ წუთას ამ კონკრეტულ სიტუაციაზე ვიყო დამოკიდებული და თუ კი სწრაფად მინდა გადაწყვეტილება მივიღო, შეიძლება იქ რაღაც წამის მიასეთში ამან მიიღოს ისეთი მოახდინოს ჩემზე ან არ ვიცი ჩვენი სფეროს ადამიანებზე ისეთი გავლენა, რომ შეიძლება სადღაც ავწდეთ ჩვენს ობიექტურობას. ამიტომაც ისწავლება, ასე დღეს მოთხოვნა არის ამაზე, როგორ უნდა პოზიციონირებდე შენ სოციალურ ქსელებში, რომ ადეკვატური იყო იმ შესაძლებლობებთან და იმ უნარებთან, რაც შენ ან შენს კომპანიას აქვს. ეს ცალკე სასწავლო დისციპლინა გახდა უკვე ეფექტური პოზიციონირება სოციალურ ქსელში, როგორი უნდა იყოს ადეკვატური, რომ შენ არც სიყალბე გამოგივიდეს ამით და არც შესაძლებლობები ვერ გამოაჩინო ზუსტად. ძალიან დიდი მადლობა, რომ ვიყავით ჩვენთან ერთად კომპეტენტური რჩევებით. ხათუნა მდინარაძე, ფსიქოკონსულტანტი იყო ჩვენი სტუმარი. საუბრობთ თემაზე სოციალურ ქსელში, როგორ უნდა მოვახდინოთ პოზიციონირება.